Edjak. მოგესალმებით, ბრუნდება EdTalk-ი თქვენს წინაშე. დღეს ცოტა სხვანაირი ფორმატი გვაქვს, წინა ეპიზოდებიდან გამომდინარე, თუმცა დღეს მყავს სტუმრად, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები, რომლებიც ამ ინდუსტრიაში ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ჩვენთან სტუმრად არის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალი EdBlacks-ი, ესე რომ დავუატყვა სახელი. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს თამარ ცინცაძე, აღმასრულებელი დირექტორი და სოფო კეჩხოშვილი, კონკურსის დირექტორი. გამარჯობა, როგორ ხართ? გამარჯობა. შვენივრად იმის გათვალისწინებთ, რომ ორ თვეში არის ფესტივალი და ხო, ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო აქ მოსასვლელად, სასაუბროთ და დიდხანს ვეცდები რომ არ გაგაჩეროთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს მინდა შევეხოთ. ზოგადად ეს ფესტივალი ჩვენს ინდუსტრიაში არის ერთ-ერთი ყველაზე ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ნათელი წერტილი, რომელწლიდან წლამდე მოკლედ ყველა ადამიანი, რომელიც ამ ინდუსტრიაში მოღვაწეობს, რაღაცა მოუთმელად ელოდება ამ ფესტივალს და ძალიან საინტერესოა უკვე თქვენი განმოსახედიდან ზოგადად ის ამბები, რაც მოკლედ ამ ფესტივალის უკან დგას. რომ დავიწყოთ მოკლედ, ძალიან საინტერესოა პირველ რიგში ფესტივალის ისტორია და საიდან იწყება, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც ეხლა შემოუერთდნენ ამ ინდუსტრიაში, შეიძლება ის წლები და გამოცდილება არ იცოდნენ და რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. სიამოვნებით, უნდა წავიდეთ დაახლოებით 15 წლით უკან. სადაც იწყება EdBlacks-ის ისტორია და ამ პერიოდში განსაკუთრებით მათთვის, ვინც შეიძლება ეხლა შემოუერთდა ამ ინდუსტრიას და არ იცის ეს ამბები, დაახლოებით არ ვიცი 2010 წელი რომ წარმოვიდგინოთ, როცა კრეატიული ინდუსტრია, არ ვიცი, შეიძლება ჯერ ვერც დაარქვა ინდუსტრია იმ პერიოდში, იმიტომ რომ არის რამდენიმე სააგენტო, რომელიც ცდილობს, რომ ფეხი აუწყოს თანამედროვეობას და შექმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც იქნება გლობალურ ბაზრებზე, მაგრამ ეს ძალიან რთულია ამ დასაწყის ეტაპზე, იმიტომ რომ ამის რაღაცა ცოდნა, გამოცდილება, დამკვეთების მხრიდან მზაობა არ არის საერთოდ. არ არსებობს რაღაც ქართული სააგენტოების წარმატება, საერთაშორისო ფესტივალი, ესეთი რაღაცები, ეხლა რომ განებივრებული ვართ და მიჩვეული ვართ, ასეთ რამე, მოკლედ არ არის რეალობა. და ერთ-ერთი პირველი ქართული სააგენტო WindForce-ი და მისი დამფუძნებლები, ვატო ქავთარაძე და ბიბი ასათიანი, ორივე სრულიად მონუსხული, ასე ვთქვათ, ამ ინდუსტრიით, ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი რამე ნახონ, დადიან, მოგზაურობენ, ესწრებიან სხვადასხვა ფესტივალს, Eurobest მაგალითად, Golden Drums, რომელიც სლოვენიაში ტარდება ასევე დიდი ისტორიის მქონე ფესტივალია და რა თქმა უნდა კანის ლომების ფესტივალს, რომელიც არის რაღაცა ყველაზე მაღალი თამასა ამ ინდუსტრიაში. სამოთხე. ან 2010-ში წარმოვიდგინე, როგორი მიუწვდომელი არის ეს ყველაფერი. და იმდენად რაღაცა შთაგონებულები იყვნენ ამ ყველაფრით, რასაც იმ ფესტივალებზე ნახულობდნენ და თან იაზრებდნენ იმას, რომ ჩვენი რეალობისთვის ძალიან რთულია რა, რომ ამ ფესტივალებზე იარო ყოველ წელს ფინანსურათაც, ლოჯისტიკურათაც. მაშინვე გაჩნდა ეს იდეა, რომ სააგენტოს პარალელურად ასევე გაეკეთებინათ ფესტივალი, რომელიც იქნებოდა ლოკალური, გაიმეორებდა იგივე ფორმატს, რაც ჰქონდათ ამ ფესტივალებს, ექნებოდა კონკურსი, რაც თავის მხრივ, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობდა დარგის განვითარებას, კონკურენციას გააჩენდა სააგენტოებს შორის. მოკლედ, ესეთი ფესტივალის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ფუფუნებაც არის ქვეყნისთვის, როცა ქვეყანაში გაქვს კრეატიული ფესტივალი. მაგრამ ეს ესეთი მარტივი გასაკეთებელი არ არის. ანუ ეხლა ვლაპარაკობთ დაახლოებით 2019 წელზე და პირველი EdBlacks-ი ჩატარდა 2015 წელს. ანუ დაახლოებით 5 წელი დასჭირდათ, რომ ეს რეალობად ექციათ. იმიტომ რომ ეს არ არის event management-ი, ანუ რაღაცა event-ს მარტივად მოიფიქრებთ და დაორგანიზებთ, მაგრამ ფესტივალი ძალიან კომპლექსური ღონისძიებაა. და ეს წლები მოანდომეს იმას, რომ დაღვინებულიყო პირველ რიგში იდეა,
თან სააგენტოს რომ მართავ იქ რამდენი რესურსი მიგდის და ამის პარალელურად ფიქრობ ფესტივალზე. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო წელიწადის რა დროს იქნებოდა ეს ფესტივალი. ერთის მხრივ უნდა ყოფილიყო ქართული კლიმატისთვის რაღაცა კარგ მოსახერხებელ დროს. მეორეს მხრივ არ უნდა დამთხვეოდა სხვა მნიშვნელოვან ფესტივალებს, იმიტომ რომ ეგ მერე სამომავლოდ ყოველთვის შექმნიდა პრობლემას, რომ ვიღაცა სპიკერს ან ჟიურის ეპატიჟები და ის ამ დროს სხვაგან არის, პირობითად აი ივნისი რო აერჩიათ. მომავალი არ ექნებოდა ალბათ ედბლექსის, იმიტომ რომ ივნისში ყველა კანში იქნებოდა ყოველთვის. და რაღაცა ისეთი გონივრული დრო უნდა ყოფილიყო, რომ თან ეს კამპანიები, ნამუშევრები დაგროვილი ყოფილიყო მაგ დროისთვის, რომ კონკურსში გაგზავნას აზრი ქონოდა. ესე შეირჩა სექტემბერი, ხავერდოვანი სეზონი, ბათუმი შეირჩა, იმიტომ რომ ყველა ის ფესტივალი, რაც მანამდე დავასახელე ლიუბლიანას ჩათვლით, გოლდენ დრამის ჩათვლით, ზღვისპირა პატარა ქალაქებში ტარდება და ეს რაღაცა განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს, მოკლედ სარეკლამო ფესტივალს და მოკლედ ესე რაღაცნაირად შეიკრა პირველი ფესტივალის კონცეფცია და უნდა ვახსენო აუცილებლად, რომ იმ მომენტში ცოდნა ფესტივალის ჩატარების არ ჰქონდათ საერთოდ მარტო სურვილი. შესაბამისად იმას იაზრებდნენ, რომ დახმარება საჭირო იყო უფრო ისეთ გამოცდილი გუნდის და დაუპარტნიორდნენ უკრაინელებს. კიაფის ფესტივალი, რა თქმა უნდა, გაგონილი გაქვს და 20 წელზე მეტხნიანი გამოცდილება ჰქონდა ამ გუნდს ფესტივალების კეთების. და ისინი ცხადია დაინტერესდნენ და მოკლედ ეს იყო ერთობლივი პროდუქტი უკრაინული ასოციაციის, რომლებიც აკეთებენ ფესტივალებს და აქეთ მხარეს, Windforce ესე როგორც სააგენტო არ ფიგურირებდა, უბრალოდ იგივე დამფუძნებლების ინიციატივა იყო ფესტივალიც და ეს პირველი ედბლექსი გაკეთდა უკრაინელებთან კოლაბორაციით. ძალიან დიდი როლი ითამაშა ასევე მაიკლ კონრადმა, რომელიც არის ბერლინის კრეატიული ლიდერობის სკოლის დამფუძნებელი და ვატო სწავლობდა ამ სკოლაში და მაიკლი იყო მისი მენტორი. და მაიკლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ინდუსტრიაში, აქვს ბევრი კონტაქტი და დაეხმარა ედბლექსის პირველ წელს საკმაოდ ესეთი ვარსკვლავური ლაინაპის შედგენაში. მან პირადად დაპატიჟა ეს ხალხი, თვითონაც ჩამოვიდა ბათუმში და მაიკლ კონრადის არსებობა ამ პირველ ღონისძიებაზე ძალიან ბევრს ნიშნავდა. და იყო შემდეგ წლებში უკვე რომ ვიწყებდით თქვათ კომუნიკაციას და ვიღაცას ვეუბნოდით რომ მაიკლ კონრადმა გახსნა ასე თქვათ ლენტი გაჭრა ჩვენი ფესტივალის ეს ცვლიდა მოლაპარაკების მსვლელობას. და აი ფორმატი თავიდანვე ესეთი იყო, გულისხმობ კონკურსის ნაწილს და საგამანათლებლო ნაწილს. კი, თავიდანვე რაღაცა ესე ვამბობთ ხოლმე რომ სამ ღერძზე დგას ედბლექსი. ერთი არის კონკურსის ნაწილი, სადაც სააგენტოები და ბრენდები აგზავნიან ნამუშევრებს და ერთმანეთს ეჯიბრებიან სხვადასხვა კატეგორიაში. მეორე არის საგანმანათლებლო ხაზი, სადაც ჩვენ ჩამოყვავს სპიკერები და თქვათ ვორქშოპის ფასილიტატორები, რომლებიც 3 დღის განმავლობაში აზიარებენ გამოცდილებას და მესამე არის ნეტვორკინგის ნაწილი. რომელიც აი სამივე ერთი მნიშვნელობის არის, შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ხშირად ესეთ ფესტივალზე მიდიხარ ხალხის გასაცნობად, კონტაქტების დასამყარებლად, ბევრი ბიზნესიც გაკეთებულა ედბლექსიზე, თანამშრომლობები დაწყებულა, კადრი უპოვიათ და ასე შემდეგ, ანუ ეს ნეტვორკინგის ნაწილი. კი, მნიშვნელოვანი. თავიდანვე ესეთი იყო პირველივე წლიდან. იცი რა არის, აი სოფოსთან გადავალ უფრო აი საკონკურსო ნაწილში, ანუ მე მინდა რომ თვითონ საორგანიზაციო და შიდა სამზარეულოსაც შევეხოთ და ზოგადად ვისაუბროთ რამდენი ხნით ადრე იწყებთ ამ ყველაფერს, რა პროცესები აქვს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან საინტერესოა ის საკონკურსო მხარეს, აი პირველი ალბათ არის ხო, აი რო იგეგმება ფესტივალი, ვინ იქნება ჟიური, ვინ შეაფასებს ამ ნამუშევრებს და ეს flow ალბათ თქვენებურად მოგვიყვებით როგორია, იმ რაც არ ჩანს და რასაც ვერ ხედავთ მაგალითად სააგენტოები პირობითად. კი.
ჟურის გარდა კიდევ საკონკურსო ნაწილში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიები და როგორ არის ეს კონკურსი დაყოფილი, რა კატეგორიებში შეუძლიათ ნამუშევრები და ამის გადახედვასაც ვაკეთებთ ხოლმე რამოდენიმე წელიწადში ერთხელ თვითონ სარეკლამო სფეროც იცვლება სხვადასხვა კატეგორია, ახალი კატეგორიები შემოდის, იმათ ვამატებთ. რაღაცეები შეიძლება პირიქით თავის დროზე 2 წლის წინ მაგალითად როგორც ცალკე კატეგორია ამოვიღეთ რადიო, რომელშიც უბრალოდ არ შემოდიოდა ნამუშევრები და გავაკეთეთ, რომ იყოს ნაწილი სხვა უფრო დიდი კატეგორიის და არ დაიკარგოს, ასე ვთქვათ, როცა ცოტა ნამუშევარია, ჟური ცოტა უფრთხის, რომ არ გასცეს ძალიან ისეთი დიდი ჯილდოები, ვთქვათ, სამ ნამუშევარში. მაგით ვიწყებთ, შეიძლება ითქვას, რომ გადავხედავთ კონკურს არის თუ არა აქტუალური, რამე ხომ არ არის შესაძლებელი. და შემდეგ უკვე ჟურის შემადგენლობას. ჩვენ კონკურსში გვაქვს 13 კატეგორია. ამ 13 კატეგორიას ვაჯგუფებთ რაღაცა საერთო მაჩვენებლების მიხედვით და ერთი ჟურის შემადგენლობა ჯის რამოდენიმე კატეგორიას. აქაც ჟურიშიც პირველ რიგში ვმუშაობთ იმაზე, რომ ვიპოვოთ ძალიან ძლიერი პრეზიდენტი ჟურის, რომელიც სრულიად განაპირობებს ჟურის მუშაობას. ფესტივალს კი აქვს თავისი წესები, მაგრამ მაინც, როდესაც იწყება ჟურის მუშაობა, ჩვენი წესების გათვალისწინებით, შემდეგ ჟურის პრეზიდენტი თავის კრიტერიუმებს თვითონ საზღვრავს და უზიარებს ამას მთელ გუნდს. ეუბნება რას უნდა მიაქციონ ყურადღება, მეტად რას აქ საუბარია შეფასების კრიტერიუმებზე. შეფასების კრიტერიუმები კი. ამაში აბსოლუტურად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჟურის პრეზიდენტი არის და არა ფესტივალის წარმომადგენელი. თუმცა ჩვენს გვეკითხებიან ხოლმე, რომ აი თქვენი როგორც ფესტივალის დაკვეთა ჩვენ მიმართ რა არის, რომ როგორ გინდათ რომ შევაფასოთ ეს ნამუშევრები და დავინდოთ, იმიტომ რომ მაინც რეგიონი გავითვალისწინოთ, თუ აი როგორც განში შევაფასებდით, ეგრე შევაფასოთ. აი პასუხი რა არის? რეგიონალური ფესტივალები ხშირად იმისთვის სკეთდება, რომ მოდით მივცეთ შესაძლებლობა ჩვენ ნამუშევრებს, რომ იზეიმონ და მაგრები იყვნენ და ასე. ჩვენი პასუხი აქ არის, რომ ჩვენი პასუხი აქ არის, რომ ჩვენი ფესტივალი იმისთვის არის, რომ ეს ინდუსტრია წინ წავიყვანოთ, გავაძლიეროთ. ამიტომ მიუდექით როგორც კანს, იმის გათვალისწინებით, რომ რა თქმა უნდა ქვეყნები არ არის ის, რაც კანში იღებს მონაწილეობას. ანუ იმის მერე რაც ნახავთ საერთო დონეს ნამუშევრებს, იმის გათვალისწინებით უმკაცრესად განსაჯეთ ეს ნამუშევრები. ასეთია ჩვენი დაკვეთა. და მე ხარ, ნუ საერთაშორისო ფესტივალია პრინციპში, რა რომელი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას, ახლა ნუ კაი, საქართველოს გასაგებია, მაგრამ ნუ თქვენი მხრიდან ეს სტატისტიკა. კი, საქართველოს გარდა რამოდენიმე ქვეყანა ყავს წამყვანი კონკურსში, ეს არის უკრაინა. და არის ცენტრალური აზიიდან ყაზახეთი, უზბეკეთი. ეს არის 4 ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით აქვს ნამუშევარი, მაგრამ ასევე სომხეთიდან ყავს მაგალითად ძალიან ბევრი შემომტანი დიზაინში და იგებენ კიდევაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ოქრო დიზაინში სომხურმა სააგენტომ მოიგო. აზერბაიჯანი ძლიერდება 2 წლის წინ გახსოვთ რომ გრან-პრი მოიგო აზერბაიჯანულმა სააგენტომ და ბულგარეთის ასოციაციასთან გვაქვს ძალიან კარგი კავშირი და იქაც რამოდენიმე სააგენტო არის, რომელიც სტაბილურად ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ედბოქსში. ხო, ალბათ უნდა ვახსენოთ, რომ რუსეთი იყო მნიშვნელოვანი მოთამაშე და გვახსოვს ყველას ედბოქსზე, რომ ყოველ წელს სცენაზე ადიოდნენ, იმიტომ რომ ობიექტურად კარგი ნამუშევრები ჰქონდათ, თუმცა 2022 წლიდან ჩვენ შეუზღუდეთ რუსეთს ფესტივალში მონაწილეობის მიღება ნებისმიერი ფორმით და აი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო იმ ქვეყნების გააქტიურება, რა ქვეყნებიც ახლა სოფო მახსენა, იმიტომ რომ მანამდე ვერ ხედავდნენ ვერანაირ პერსპექტივას მოეგოთ და არ მონაწილეობდნენ ამისგან. თან ძალიან მარტივი და თან ძალიან რთული გადაწყვეტილება იყო, იმიტომ რომ ნამუშევრების დაახლოებით 50% იყო რუსეთიდან, რაც ფინანსურად ძალიან ბევრს ნიშნავს კონკურსისთვის და უცებ ეს 50% გამოგაკლდა, ასევე უკრაინისთვის მაგ წელს გავხადეთ უფასო ნამუშევრები და იმის შემდეგ ყოველ წელს ჯერ კიდევ გვაქვს 50%-იანი ფასდაკლება. ესეც რა თქმა უნდა დიდი წყარო არის ჩვენთვის და ნუ ვენდეთ რომ დანარჩენი ქვეყნები წამოიწევდნენ და მართლაც შეასრულეს დადაპირები და ეს ქვეყნები რაც დავასახელე ცენტრალურ აზიაში აზერბაიჯანი, სომხეთი,
მათ ძალიან მოუმატეს ნამუშევრების განხილვას. ხო, ყველაზე რთული ნაწილი ალბათ ჩვენი ფესტივალის სამომავლო განვითარების არის ზუსტად ეს კონკურსი. იმიტომ რომ ფიზიკურად ფესტივალს ამ წუთას ვერ ვზრდით. გულისხმობ დამსწრების რაოდენობას, იმიტომ რომ ბათუმის ინფრასტრუქტურა არ გვაძლევს ამის საშუალებას. ამ წუთას ყველაზე დიდი ადგილი რაც კი შეიძლება რომ გქონდეს, გვაქვს და ის იტევს კონკრეტულ რაოდენობა ადამიანებს. შარშან უმასპინძლეთ 1400 დელეგატს დავიწყეთ 250-ით. ხო, აი მაგაზე მქონდა კითხვა, რომ წლიდან წლამდე რო ეს რაოდენობა ასე იზრდება, აი რაც ერთის მხრივ გვახარებს, მეორეს მხრივ ძალიან გვწყდება გული იმის გამო, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურული შეზღუდვის გამო ხელოვნურად გვიწევს ფესტივალის ზრდის შეჩერება. ამას როცა ვიღაცას უზიარებთ ხოლმე ეგრევე იწყებენ შემოთავაზებას რომ ის არ გიცდიათ და ეს შენობა და იმათ არ აქვთ ანუ ყველა დარბაზი ყველაფერი ანუ თამარ შეგიძლია კითხო ნებისმიერ ვენიუ ბათუმში რამდენ ადამიანს იტევს ეგრევე გეტყვი რამდენი სკამი იდგმება ან რამდენი ადამიანი ფეხზე მდგარი მოკლედ არ არის სამწუხაროდ ბათუმი არ არის მზად ესეთი დიდი ღონისძიებისთვის და შარშან ამიტომ ქონდა sold out-ი და დიდი ამბავი მოყვა ამას ეგ ცალკე ისტორია არის როგორ გავუმკლავდით მაგას იმიტომ რომ ბევრ ადამიანმა ვერ მოასწრო სამწუხაროდ ბილეთის ყიდვა ამიტომ აქ ხრივ ვერ ვხედავთ ყოველ შემთხვევაში უახლოეს 2-3 წელში რომ რაღაცა ისეთი აშენდება თქვათ ბათუმში რომ შევძლებთ უფრო დიდი ლოკაციის დაკავებას. ამიტომ ჩვენი ყველაზე ესეთი ლოგიკური ზრდის მიმართულება არის საკონკურსო ნამუშევრების გაზრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილია რომ ხარისხობრივად გაიზარდოს ნამუშევრები და არა მარტო რაოდენობრივად. ამისთვის სხვა გეოგრაფიებზეც უნდა გავიდეთ და არა მარტო იმ ქვეყნებზე რაც ახლა სოფომ ჩამოთვალა. მაგალითად რუმინეთი ან თურქეთი არის ორი უდიდესი ბაზარი, რომელიც თან ქმნის ხარისხიან პროდუქტს. იმისთვის, რომ ისინი დავაინტერესოთ, სულ სხვა სამუშაოები არის ჩასატარებელი. ანუ უბრალოდ ესე რაღაცა რეკლამა დავატარგეტოთ თურქეთზე, რომ გამოგზავნონ ნამუშევრები, ეგრე არ მუშაობს. ანუ პირადი ურთიერთობები, ჩასვლა, პრეზენტაცია, ფესტივალზე დაპატიჟება, ესეთი რაღაცებია საჭირო. თუმცა ესე შეგვიძლია რომ გავაკეთოთ და გარკვეულწილად ვაკეთებთ საფუძველს ვამზადებთ მომავლისთვის. მაგრამ მეორე მხრივ ახლა რო წარმოიდგინო შენ ხა იცნობ ინდუსტრიას, იცი ნამუშევრების ხარისხი, მათ შორის ჩვენი მეზობლების, ხო? ახლა წარმოიდგინე რაღაცა ფულ, ასე ვთქვათ, ამ ნამუშევრების, სადაც უცბად რუმინული кейსებია და თურქული кейსები, რომლებიც იქ კანში იგებენ ოქროს. და შესაბამისად აქაც იგებენ ყველაფერს. მე ეს ქვეყნები კარგავენ мотиваციას მონაწილეობის ზუსტად ისე როგორც რუსეთის მონაწილეობის დროს კარგავდნენ. ამიტომ ჩვენ ეგ გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები რომ ამ წუთისთვის რა არის პრიორიტეტული რომ ამ გეოგრაფიაში დავრჩეთ და ამ ხალხს მივცეთ საშუალება რომ გაიზარდონ და უკეთეს იმიტომ რომ ეგ შედეგი დავინახეთ Edblexis დაკვირვებით წლების განმავლობაში. დავინახეთ როგორ იზრდება ინდუსტრია უკვე არა მარტო საქართველოში ჩვენ უკვე საქართველოზე აღარ გვგრძნობთ მარტო პასუხისგებლობას მართლა რეგიონზე გვგრძნობთ ბევრი პირადი საუბარი გქონია იმ ადამიანებთან ვინც ჩამოდიან და ესწრებიან და აგზავნიან ნამუშევრებს უზბეკები ყაზახები აზერბაიჯანელები და მოგვისმენია რამხელა мотиваციის წყარო არის მათთვის Edblexi და მე Edblexi-ზე რაღაცნაირად ტესტავენ თავიანთ кейს ითვალისწინებენ ჟიურის უკავშირს შეიძლება შეცვალონ кейსი და ის შეცვლილი кейსი გააგზავნონ კანში პირობითად და უკვე კანშიც აქვთ წარმატება რაც წლების წინ საერთოდ არ ხსენებულა ეს ქვეყნები კანის ფესტივალზე ორი ჩვენი დიდი გამარჯვებული შარშანდელი წლიდან მაგალითად ყაზახური სააგენტო ერთი G4C და უკრაინული საჩი ორი წელია G4C ლომებზე იგებს ოქროს ვერცხლს ბრინჯაოს და ასევე საჩიმას წელს უკრაინის პირველი ოქრო მოიგო იგივე кейსით რაც შარშან Edblexis-ზე იყო გამარჯვებული.
ხო, ეგ მაგარია, კონკურენციას ფაქტია ერთი რო ზრდის და მეორე მომენტი ხა რაც მინდოდა დავემატებინა, იცი როგორ რაღაც არის, ადრე მაგალითად სიტყვაზე ხო არ არის უბრალოდ მოსაზრება გამიჩნდა ეგეთი, რომ ადრე მაგალითად ჩვენი ინდუსტრია ჯერ კიდევ მომწიფების რაღაცა ეტაპზე იყო პირობითად, აი წელს რა, ბოლო პერიოდებია, რაღაცა თითქოს ჩვენი ნამუშევრები, აი თუნდაც იანგებით, აი კანში დაიწყეს გამოჩენა რაღაცა ფესტივალებზე რაღაცა წარმატებები ქონდათ. ანუ პირიქით ეს კონკურენცია ხო არ გაგზრდიდა მაგ კუთხით. რა იცოდა რომ გართულებულიყო უფრო მეტი კონკურენცია მესმის რომ აი როცა მოლოდინი გაქვს რომ რაღაცა კანს იგებს ის ნამუშევარი და იცი რომ Adblexis-ზე შენი კონკურენტი უნდა იყოს აქ რაღაცა პატარა კამპანიის რომელიც აქ გააკეთე. ცხადია ნუ რაღაცა мотиваციაზე მოქმედებს. თუმცა შიგნით ხო არ გაუჩენს სააგენტოში დასაქმებულ კრეატიულ დირექტორებს თუ იმ ადამიანებს რომლებიც ამ პროდუქტებს ქმნიან, ცოტა მაღალ სტანდარტებს ხო არ დაუწესებენ საკუთარ თავს. იმიტომ რომ ყოფილა ხშირად ეხა მეც საერთოდ გამოცდილებ თუ აი რაღაცა იდეაზე გითხოვს რომ აი ოკეი, აი გავაკეთოთ ეგრე რა, ანუ იმ მაინდსეტით არ უფიქრიათ რომ ანუ ესე თუ გავაკეთე შეიძლება იქ კონკურსზე ამან ვერაფერი ვერ ქნას მაგალითად, არ ვიცი. აი გეთანხმები, მაღალი კონკურენცია ნამდვილად იმაზე მუშაობს, რომ შენ ვითარდები უკეთესად და შეიძლება ალბათ ეგ დაკვირვებაც გავაკეთოთ, იმიტომ რომ იყო რაღაც პერიოდი, რამოდენიმე წელი ქართული ინდუსტრიის ისტორიაში, როდესაც რამოდენიმე წელი ზედიზედ მინიმუმ შორტლისტში იყო ხოლმე კანში ქართული სააგენტო და ლივინგსტონმა და უინდფორსმა ლომები მოიგეს, ვერცხლი და ბრინჯაო და ის წლები Adblexis-ზე ყავდათ ძლიერი კონკურენტი. რუსეთის სახით და მაშინ ეჯიბრებოდნენ იგივე იმ რუსულ სააგენტოებს, რომლებიც იგებდნენ კანში ოქროს და ამ ბრძოლაშიც იღებდა ქართული სააგენტოები ოქროს Adblexis-ზე. ამიტომ გეთანხმებით ალბათ რაღაცა ბალანსი მაინც რაღაც სტატისტიკაში თუმცა არის აი ეს სხვა წარმომადგენლები რომლებიც ხანერთ იქმნენ რაღაცა ბალანსი უნდა ვიპოვოთ ჩვენ აუცილებლად ჩვენ უარს არ ვამბობთ ამ ქვეყნების იგივე რუმინეთის და თურქეთის დატარგეტებაზე რა უბრალოდ საფიქრალი გვაქვს როგორ გავაკეთოთ ცოტა დროში გაწელილია ფესტივალის განმოსახედიდან პირველად შევხედე ამ საკითხს ამ წუთას აი მაგალითად ხშირად გქონია რომ როცა ნამუშევარზე გვიფიქრია სად გავაგზავნოთ აი ეგ სირთულე ყოველთვის გაგვითვალისწინებია რომ მოდი აი არა Golden Drum-ზე აზრი არ აქვს არავე მოდი აი კიევზე ოკეი კიევი შეიძლება აი რაღაცა თითქოს სირთულეების მიხედვით ეგ ის ბოლო წლების კიევი ოღონდ კიევი წლების წინ სულ სხვა ფესტივალი იყო და აი რაღაცნაირად ეგ ძალა დაკარგა და ჩვენ პირიქით გვინდა რომ მოვიკრიბოთ ძალა და როგორც ვთქვამ თქვა უარს არ ვამბობთ მაგ სტრატეგიაზე და გავაძლიერებთ აუცილებლად კონკურს უბრალოდ სამფრთხილად არის ეგ გასაკეთებელი რომ არ დავაფრთხოთ ის ვინც უკვე ყავს Adblexis-ზე. რთული საქმეა ნამდვილად. და მე მგონი რაზეც საუბრობთ, ყველაფერი რთული საქმეა, ეგ მარტივი არაფერი არ არის და ლოგიკური კითხვა ისევ თამარ, აი, რას ნიშნავს საქართველოში ფესტივალის კეთება უკვე რამდენი წელი ამას აკეთებთ და ძალიან საინტერესოა ზოგადად ეგ ისტორია თქვენ. ერთის მხრივ ეს არის ძალიან დიდი პატივი, მე ვიტყოდი და უდიდესი სიამოვნებით ვაკეთებთ. ანუ მართლა ვერ ვიწუწუნებ ახლა ამაზე, იმიტომ რომ ჩემი პირადი არავინ არ მაძალებს ჩემი გადაწყვეტილებით. უარი ვთქვი ჩემ ყველა სხვა საქმეზე, წამოვედი სააგენტოდან და მიუძღვენი თავის სრულად ამ საქმეს. ანუ აი რომ გვეკითხებიან ხოლმე მე და სოფოს რომ დაიწყეთ უკვე Adblexis-თვის ანუ ეგეთი მომენტი არ არსებობს, როცა არ ვემზადებით Adblexis-თვის. Adblexi არის 24/7-ზე მთელი წლის განმავლობაში. სხვანაირად ეგ ფესტივალი არ გაკეთდება, ვერ გაკეთდება. ამიტომ ეგ ჩვენი პირადი გადაწყვეტილება არის და იმიტომ რომ გქონია რომ მნიშვნელოვან რაღაცას ვაკეთებთ, არ ვუყურებთ როგორც სამსახურს და არ ვუყურებთ რაღაც როგორც რუტინას. ვიღებთ ძალიან დიდ სიამოვნებას და მართლა გულწრფელად გვჯერა რომ უმნიშვნელოვანეს რაღაცას ვაკეთებთ და ეს თუ ერთ დღეს აღარ იქნება საქართველოში. ბევრი რამე შეიცვლება უარესობისკენ ინდუსტრიაში. ამიტომ ვცდილობთ რომ ამ ყველა დაბრკოლების მიუხედავად ხარხმალი არ დავყაროთ. მაგრამ მეორე მხარეს არის არ ვიცი, ალბათ ლოჯისტიკური ჯოჯოხეთი, რომელიც ყველა მარტო ფესტივალის არა, მაგრამ ხო, მარტო სარეკლამო ფესტივალის არა. იგივე მუსიკალური ფესტივალების თუ ნებისმიერი ესეთი მასშტაბის ღონისძიება საჭიროებს ძალიან დიდ
ძალისხმევას და ბევრი ინსტრუმენტი და შესაძლებლობა რაც სხვა ქვეყნებში არის, ჩვენ არ გვაქვს და პრინტ მასალიდან დაწყებული ფრენებით დამთავრებული. ანუ რაღაცის შეკვეთა გიწევს ჩინეთში და უნდა ელოდო და შეიძლება ვერ ჩამოგისწროს, იმიტომ რომ აქ არ კეთდება და ჩვენ კრეატიულ გუნდს კიდევ სულ არასტანდარტული იდეები აქვთ. რაც გვიხარია, მაგრამ მე იმის აღსრულება ძალიან რთულია. და მეორე, მე მივდივართ უკვე პროგრამის ნაწილზე, სადაც ჩვენი ამბიცია არის, რომ სუპერსტარები ჩამოვიყვანოთ ინდუსტრიის, მაგრამ იმ სუპერსტარს როგორც კი უგზავნი ფრენას, სადაც უწევს გადაჯდომა და სტამბოლის აეროპორტში 8 საათი აეროპორტში ლოდინი. ეგრევე გეუბნება უარს. და მე არის უკვე ან ჩვენ მოხერხებულობაზე, ან ხელის ჯაქნევაზე, რამდენად დავარწმუნებთ ამ ადამიანს, რომ ეს წვალება ღირს ჩამოსვლათ. იმიტომ რომ თუ დავარწმუნებთ და იწვალა, მაგრამ ჩამოვიდა ცოტა ცუთხასიათზე და ეგრევე დავახვედრეთ რაღაცა გასამხიარულებელი აქტივობები. ამ 3 დღის მერე, რასაც ჩვენთან ატარებს ფესტივალზე, მადლობის წერილებს გვწერენ, რომ არ დავნებდით და შევაწუხეთ და მივაღებინეთ ეს გადაწყვეტილება. იმიტომ რომ ამ 10 წლის, მაგრამ 8 ფესტივალის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი ადამიანი, ვინც უკმაყოფილო წავიდა საქართველოდან. ეგ მინდოდა დაემატებინა, რომ ვინც Redflex-ზე ნამყოფია, ყველა სპიკერის თვალებში ნახავდა იმ ბედნიერებას. კი, ოღონდ მართლა ძალიან დიდი ძალისხმევა გვიჭდება, რომ ეს ხალხი დავარწმუნოთ, რომ ჩამოვიდნენ. არ ვიცი, აი გქონია შემთხვევა ერთ-ერთმა სპიკერმა, რომელიც მოლაპარაკების მესამე წელს ჩამოვიდა, ეგეთი кейსი ხშირია, ისე რომ მოლაპარაკებას ვიწყებთ და რამდენიმე წელსში გამოდის თანამშრომლობა. არა ჩამოვიდა, და გაგიმხილოთო, ვერ დაგიმალავთო, პირველად როცა მომწერეთო, რუკა გავხსენიო და საქართველოს რო დავინახე რუკაზე სად არისო, თავი გავაკნიო, რომ მან წამსვლელი მე არ ვარ. მით უმეტეს ეხლა როგორი დაძაბულობაც არის რეგიონში, არა თუ მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, ძალიან რთულია, რომ მიმზიდველ ადგილად შეფუთო საქართველოს ჩამოსასვლელად. თუმცა, როგორც თქვი, როცა ჩამოდიან და ეს აი სპიკერებთან კომუნიკაცია, ნუ მესმის რომ რაღაც წლები ჭირდება ზოგს, ანუ ერთი არის რომ რაღაცა პირადი კონტაქტებით ხო, სიტყვაზე ასეულს რაღაცა ნაცნობობა, ასე ვთქვათ, წარსული გამოცდილება. აი ამ სპიკერებთან როცა იწყებთ კომუნიკაციას, უნდა დღევანდელი განმოსახედიდან, ანუ Redflex-ის უკვე აქვს ის ცნობადობა მათ თან აი ეგ როგორ არის? თუ გიწევთ ახსნას თუ წინა კითხვის გაგრძელება არის, რომ იმ 3 დღის მერე სპიკერები მიდიან აქედან დატვირთულები ამ დადებითი ემოციებით და მერე ხდებიან ჩვენი ამბასადორები. ეს უკვე რამდენიმე წელია ასე არის და მე და თამარი ზოგჯერ დავდივართ სხვა ფესტივალებზე, რომ იქნახოთ სხვა სპიკერები მოვისმინოთ და პროგრამაზე ვიმუშაოთ Redflex-ის და ნუ აქ ვინც ჩამოყავს ისინი იმ ფესტივალებზეც დადიან, იგებენ ჯილდოებს, არიან ყურადღების ცენტრში და რაც ჩვენ ძალიან გვახარებს, ყველგან არიან მზად, რომ ილაპარაკონ იმაზე, Redflex-ი როგორი მაგარი ფესტივალია და როგორ აუცილებლად უნდა წახვიდეთ. ხო, ანუ ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტი არის რა, მაგალითად ADC-ზე დავდივართ ყოველ წელს ბარსელონაში, რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალი. ჩვენი მიზანი ამ ფესტივალებზე სიარულის ეგ არის, რაც უფრო თქვა, რომ გავიცნოთ ხალხი და თან ჩვენი ყურით მოვისმინოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია, რომ მაგალითად ვიჯდე და YouTube-ზე ვეძებო კარგი სპიკერი რა, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ბიოგრაფიით ძალიან მომეწონოს, მაგრამ მაგალითად დიქცია კონდეს ისეთი, რომ ძალიან რთულად მოსასმენია. ანუ ყველაფერი გასათვალისწინებელი არის შესაბამისად. ყველაზე უტყუარი გადაწყვეტილება მაშინ არის, როცა ან სოფოს პირადად გვაქვს მოსმენილი ეს ადამიანი, ან ვიღაცა ძალიან შინაურმა გვირჩია, რომ აი აქ სადღაც მოვისმინე და მაგარი სპიკერია. და ხო, აი ამ ADC-ზე და სხვა ფესტივალებზე ამის გამო დავდივართ, რომ მოვისმინოთ ეს სპიკერები და ბოლო წლებში გამოიკვეთა პრინციპში ეგ ხო, რაც რაღაცა დააგროვა მართლა ამ ფესტივალმა თავისი ბაზა. ამ ფესტივალებზე რომ ჩავდივართ და ვნახულობთ შემთხვევით იმ ხალხს, ვინც უკვე ნამყოფია საქართველოში, ჩვენ თხოვნა არ გვჭირდება ხოლმე, რომ მაგალითად აი თუ შეგიძლია რომ ის გაგვაცნო, იმიტომ რომ ხედავთ რომ იცნობს, აი ეს უკიდებენ ხელს უკითხავად და მივყავართ ამ სპიკერებთან და
იწყებენ ედბლექსიზე უსასრულო პოზიტიურ საუბარს. ჩვენ არაფრის გაკეთება არ გვჭირდება ხოლმე, ეს პირდაპირ გვიწერენ ის ადამიანები თავიანთ იმეილებს. ეს ეხა მარტივი ნაწილი რო ვთქვათ, მაგრამ რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში რთული პროცესია ძალიან სპიკერების ლაინაპის აწყობა. ერთი წლით ადრე ვიწყებთ ყოველთვის, ანუ ედბლექსის ვასრულებთ თუ არა, დაახლოებით ერთი კვირა გვჭირდება ცოტა აზრზე მოსასვლელად და ეგრევე ვიწყებთ მზადებას შემდეგისთვის. იმიტომ რომ პრაქტიკა მაჩვენა რომ ეგრე თუ არ ვიზავთ, მეერე ძალიან დაგვიანებული არის. და სხვა ჟანრის სპიკერები არიან, მოკლედ არიან სპიკერები, რომლებიც საჭიროებენ ერთი წლით 11 თვით 9 თვით ადრე დაჯავშნას, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია რომ ის კალენდარში მოხვდე. არიან სპიკერები, რომლებიც პირიქით, აი ბოლო მომენტამდე არ იცის და ურჩევნია რომ თუ არის შესაძლებლობა ბოლოს კითხრას პასუხი. ანუ ყველას სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. მეილიც კი არ მაქვს ერთი შაბლონური, რომელსაც ყველას უგზავნი. აბსოლუტურად ყველა სპიკერს ჯერ მის ბიოგრაფიას ვსწავლობთ და იქიდან გამომდინარე პირადად მას ვესაუბრები. პირველი, რასაც ვაკეთებთ ხოლმე, ალბათ რაღაცა წინა გამოცდილებას უზიარებთ და იმ სახელებს ვასახელებთ, ვინც უკვე ნამყოფია ედბლექსიზე და პირობითად რო ახსენებ მარსელო სერპას, ჯესიკა უოლშ, სტეფან ზაგმაისტერს, ჰეგარტის, არ ვიცი, ისეთი სახსენებელი რომ უკვე დაგვიგროვდა იმდენი სახსენებელი მართლაც რომ ეგ ამარტივებ მინიმუმ იმას რომ ყურადღებას მოგაქცევს და არ დააიგნორებს შენს იმეილს და გააგრძელებს შენთან საუბარს. შემდეგი გადასალახი რაც გვაქვს ხოლმე, ეს არის ლოჯისტიკა, როგორც წეღამ თქვი, იმიტომ რომ ანუ მართლა ძალიან დიდი დაბრკოლება არის ის, რომ პირდაპირ ფრენები გვაქვს ძალიან ცოტა. თან ვცდილობთ, რომ პირდაპირ ბათუმში ჩამვაფრინოთ ეს ხალხი და არა თბილისში, იმიტომ რომ თბილისიდან მერე კიდე 5 საათი უნდა ატარო და ეს დიდ დისკომფორტს უქმნით და მერე 400 ხასიათზე იქნება და შეიძლება ამან გავლენა იქონიოს მის გამოსვლაზე და ამიტომ ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ. რამდენადაც შესაძლებელია. ყოფილა შემთხვევა, რომ უკვე დათანხმებული სპიკერი, აი ბოლო მომენტში უკვე ფრენას რო ვუგზავნით, რომ ამ საათზე გამოფრინდები, ამ საათზე აქ ჩაფრინდები, აი მაგ დროს უთქვამს უარი. დიდი ბოდიშის მოხდით, მაგრამ ნუ ეგრე ძალიანაც ვერ გავწირავ თავსო და ხო, ძალიან ბევრჯერ გულისწყდა ყოფილა მაგაზე, მაგრამ ეხლა ცოტა მივეჩვიეთ და აღარ გვაქვს რეაქცია. ანუ სულ ახავს ეგეთი ყოველთვის კი. ყოფილა, ხო ეს რაღაცა ჩვენი წინა სპიკერების მიერ რეკომენდებული ახალი სპიკერები ყველაზე კარგად მუშაობს ხოლმე, იმიტომ რომ ისინი ენდობიან ერთმანეთს და ის რო უყვება რომ ღირს ჩადი. კაი გამოცდილება. შენ ოღონდ ჩადი. ხო, მე ეგ ადვილია ხოლმე. თუმცა არის მაგალითად როცა ვერ გვიპოვია ვერანაირი საერთო, მაგრამ ძალიან გვინდა. პროცესის ჩამოყვანა, ამ შემთხვევაში პირდაპირ მივადგებით სხვადასხვა არხით, სხვადასხვა მეთოდით, რაღაცები გამოვიმუშავეთ უკვე ამ წლების განმავლობაში. და ვერ ვიტყვი რომ ეგ არ მუშაობს, ეგეც მუშაობს, გააჩნია როგორ გაყიდი შენ თავს და რაზე გააკეთებ აქცენტს. ყველაზე მეტად რაც მუშაობს სხვათა შორის და მე გვისაუბრია ბევრ ჩვენ სპიკერთან და მათი გამოცდილება რომ მოგვისმენია. ედბლექსის ვაპოზიციონირებთ როგორც ყველაზე გულწრფელ ფესტივალს. No bullshit festivals და სპიკერებსაც ვაძლევთ ეგეთ დავალებას. რომ შენს გამოსვლაში აი მართლა რასაც ფიქრობ და მართლა რასაც გრძნობ, მაგაზე ილაპარაკე და ეს ჩვენ გვეგონა რომ ნორმალური ამბავია და აღმოჩნდა რომ არა. იმდენად პოლიტიზირებული არის სხვა ფესტივალები, აი განსაკუთრებით კანის ფესტივალი. იქ ჟიურიც ძალიან დიდი სტრესის ქვეშ მუშაობს, იმიტომ რომ დირექტივებს აძლევენ. ეუბნებიან რომ აი აუცილებლად ეხა ამ კატეგორიაში ამდენი ოქრო უნდა გამოიყვანო, ან იმ networks ცოტა ხელი მიაშველე. მოკლედ სულ სხვა შიდა პოლიტიკური ბრძოლები არის კანში, რაც ძალიან არ უყვართ ჟიურის წევრებს, იმიტომ რომ რაღაცა შენ გადაწყვეტილებაზე რო გავლენას ახდენს, ეგ არ არის ასიამოვნო. ჩვენ შემთხვევაში აი მართლა კარს რო გამოვიხურავთ და თავარ დავალებას ვაძლევთ, რომ ობიექტურად და მკაცრად შეაფასეთ, მეტი არავინ არაფერში არ ერევა. რამდენჯერ აი სოფო არის მაგ პროცესის ხელმძღვანელი და სოფოსთვის უკითხავთ, რომ
გინდა კიდე ოქრო დავამატოთ? გამოფილი ხარ, შეიძლება რომ არ მსადან ერთხელ ბოლო 2 წელი გრან-პრის გამარჯვებული აზერბაიჯანი და ყაზახეთი მეკითხებოდნენ რომ აი ეს რაღაც ძალიან ნეგატივს ხო გამოიწვევს ქართულ სააგენტოებში მათ რო არ მივეცეთ გრან-პრი. მალო რომ გამოიწვევს ალბათ, მაგრამ რა ვქნათ. თუ არ იმსახურებდნენ, არ იმსახურებდნენ და აი ამ სპიკერების გამოსვლის ნაწილშიც რომ ამას რო ვეუბნებით, რომ თავისუფლებას გააძლევთ, ანუ შენ რასაც გრძნობ, თუ ცუდად ხარ, ეგ გაგვიზიარე რა, არ არის აუცილებელი, რომ აი მაგალითად პანდემიის მერე რომ დავბრუნდით, თუ გახსოვს ეგ წელი 2 წელი ჩავარდა Adblex-ი, იმიტომ რომ კანი გაციფრულდა ის 2 წელი, ჩვენ ვერაფრით ვერ წარმოვიდგინეთ Adblex-ი ციფრულ პლატფორმაზე როგორ უნდა ჩაგვეტარებინა, იმიტომ რომ Adblex-ი თავიდან ბოლომდე არის იმ 3 დღის ფიზიკური გამოცდილება, რასაც იყოფნით ვიღებთ ყველა. ამიტომ მივიღეთ გაუქმების გადაწყვეტილება. 22-ში როცა დავბრუნდით და პირველი Adblex-ი გავაკეთეთ, Adblex-ის კონცეფცია, რომელზეც ყოველ წელს მუშაობთ, რაღაცნაირად ჩვენ შინაგან მდგომარეობას გამოხატავს ყოველთვის, ჩვენი პირადი და ჩვენი როგორც ინდუსტრიის და ქვეყნის. და პანდემიის მერე ხო რო გახსოვს როგორ მდგომარეობაში ვიყავით ყველა, საერთოდ ვერ ხვდებოდით სად ვართ. გადავრჩით, არ რა ხდება საერთოდ და ხო, იმ წლის კონცეფცია იყო we are thinking. და we are thinking იყო ინსპირირებული გერმანული ძველი რეკლამა რო არის ინგლისური ენის კურსების we are thinking რო ვერაგებინებს we are thinking, იმიტომ რომ გამოთქმავს we are thinking. იმიტომ რომ ზღვარზე ვიყავით მართლა ჩაძირვას და რაღაცა აზროვნებას და გადარჩენას შორის და ეგეთი ძალიან გულწრფელი tagline-ი გქონდა რა, რომ ან ვიძირებით, ან რაღაცა წინ წავალთ, არ ვიცით ჩვენც და ეს tagline-ი არის ხოლმე ბრიფი ჩვენი ყველა სპიკერის. და ასევე ჩვენი პარტნიორების თქვა, ვინც მე აქტივობებს იფიქრებენ, მაქედან ამოდის ყველაფერი. და აი ამ კონცეფციას რო ვხსნით სპიკერებს, რომ ამაზე გვინდა რომ ილაპარაკო, შენ საითხარ მოკლედ გადარჩი თუ არა, ძალიან აღფრთოვანებულები და შთაგონებულები არიან ხოლმე. ან მაგის შემდეგი წლის კონცეფცია იყო tell me something იყო, ხო, მაგის მერე tell me something I don't know. ანუ არ ვიცი ხა რა მოიფიქრე შენ თვითონ, შენი აზრით რაღაცა ისეთი ჭეშმარიტება, რაც ყველამ ვიცით, ეგ არ გვაინტერესებს. რამე ისეთი გითხარი, რაც გაგვაკვირებს და ესე ორი აგური ეჭირათ. ხო, რა მაგარი კონცეფცია არისო, მაგრამ სპიკერი ძალიან გახარებული იყო, რომ მადლობა, რომ AI-ზე არ მალაპარაკებს. კი, ხო, ანუ ცდილობთ გაგვანაცვლეს. კი, ცდილობთ მოკლედ, რომ ეს რაღაცა გულწრფელობა, ტრანსპარენტულობა შევინარჩუნოთ ფესტივალზე და ამ სპიკერებთან კომუნიკაციაში ამ ყველაფერს რო უყვებით, ეგ ახდენს ხოლმე გადაწყვეტილებაზე გავლენას, რომ საბოლოოდ თქვენ რომ კარგი ჩამოვალ. ძალიან მაგარი, ანუ მინდა რომ ბევრი რამე ჩავტიო ამ დროში, რაც გვაქვს, ძალიან ვრცელი თემა არის და განსაკუთრებით მაშინ როცა ამდენი წელი ამ საქმეს აკეთებ. სოფო, შენ თან მაგ ეგეთი კითხვა, ძალიან ბევრი წელი ამ ნამუშევრებს უყურებ, მოდი ავიღოთ სიტყვაზე ქართული სააგენტოები პირობითად. ჩვენ წინა ეპიზოდებში ხშირად მე ვეკითხებოდი ხოლმე სააგენტოებს, უფრო რომ აი სად ვართ საერთოდ, ანუ რამდენად ვიზრდებით, ვითარდებით, ინდუსტრიას რა ჭირს, წამოვედით უკან თუ რაღაცა დავღვინდით თუ აი სად ვართ, ყველაზე კარგად ალბათ თქვენ შეგიძლიათ ეს შეაფასოთ და ძალიან საინტერესოა ზოგადად აი ინდუსტრიაზე მე დავსვავ კითხვას, მაგრამ აი кейს ვიდეოების ნაწილში, კამპანიების ნაწილში გვაქვს პროგრესი, არ გვაქვს პროგრესი, იმიტომ რომ აი ადრე მე მახსოვს ჩვენაც ძალიან გულწრფელად ვსაუბრობთ, მე მახსოვს ადრე თამართან მქონდა საუბარი, რომ აი кейს ვიდეოს შექმნასაც თავისი ცოდნა უნდა და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში არ არის ბევრი ადამიანი, ვისაც ეს შეუძლია. და ეგეც ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი ამებთან დაკავშირებით. კი, ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე რთული რაღაცა არის, რაც კი სააგენტოს რასაც კი სააგენტო აკეთებს кейს ვიდეოების კეთება და არავინ ესე არც ყავს, რომ ასწავლოს. რამოდენიმე ადამიანი არის, ვინც გამოცდილია და დიდი ხანია შეაგ ფესტივალებზე. თუმცა მეორეს მხრივ ძალიან რთულიც არ არის სწავლა. სწავლისთვის საჭირო არის, რომ ძალიან ბევრ кейს ვიდეოს ვუყუროთ. ჩვენ ყოველ წელს ფესტივალს ვასრულებთ აუცილებლად ჟურის პრეზიდენტები. პრეზიდენტებს აქვს თოქი. პანელური დისკუსია,
სადაც feedbacks აძლევენ მონაწილეებს, ხო? მაგ დროს ჯერ გამარჯვებულები არ ვიცით და ცოტა ისეთი ზოგადი feedback-ი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არ უნდა დაასახელონ რომელი кейსები მოეწონათ ყველაზე, მაგრამ მაინც ძალიან ბევრ საჭირო რჩევას აძლევენ მონაწილეებს. სამწუხაროდ ბევრი არ ესწრება მაგ ხო, რაღაცნაირად ვერ მივაწვდი, ვერ გავაგებინეთ, რომ ეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სესია, რასაც ამ 3 დღის განმავლობაში შეიძლება დაესწროთ. ზუსტად გუშინ საუბრობდით მე და სოფრო იქნებ სცენა ხო, ანუ მეორე დღეს დავნიშნოთ. ხო, ისეთ დროს ხო არ უნდა დავნიშნოთ, რომ მეტი ხო მართლა მნიშვნელოვანი არის. ძალიან საინტერესო არის. ისე ფიზიკურად იქ ამ პანელის მოსმენა უფრო საინტერესო იქნებოდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქვე კითხვები შეუძლიათ დაუსვან, ძალიან ღია არის ეს შური და ყველაფერს პასუხობენ დეტალურად. რა თქმა უნდა, უკეთესია. იქ შემდეგ თვითონ იქ რჩებიან, ხო, networking ზონაში არიან და ნებისმიერ ადამიანს აქვს შანსი რომ მივიდეს და დაელაპარაკოს და უკვე თავის кейსზე დაუსვას კითხვა. ერთ-ერთი რაც იძახიან, არის წლებია უკვე ყველა ერთ და იგივეს იძახის, რომ უყურეთ кейსებს. აი, კანი დამთავრდა, D&D დამთავრდა, კანზე შეიძლება ვერ უყურო, იმიტომ რომ დაფარული აქვს თუ არ გაქვს ხო, სპეციალური აკაუნტი ხო, თუ წომ არ გაქვს, მაშინ ვერ უყურებ, მაგრამ სხვა ფესტივალები არის, რომელსაც აბსოლუტურად ღია აქვს. ხო, თუმცა YouTube-ზეც დევს ეგ იგივე кейსები. YouTube-ზეც დევს და მხოლოდ ეს არის, რაც უნდა გააკეთოთ, რაც რომ მე გამარჯვებულ кейს ნახავთ, მე იქ ტრენდებს როგორ კეთდება. და კიდევ რამოდენიმე რჩევა არის, რომელსაც რავი გავაზიარებ და კარგი იქნება თუ გაითვალისწინებენ. ორი რაღაც მნიშვნელოვანი რაღაც არის, რაცაც кейსი უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი რომ იყოს ინფორმატიული მარტივად, ან მარტივად მიაწოდოს ჟურის რაღაც ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ამ კამპანიაზე ჟურიმ უნდა იცოდეს და მეორე იყოს გასართობი. რომ ძალიან ბევრ кейს უყურებენ, რაღაცით თავი დაამახსოვრებენ. ოღონდ მნიშვნელოვანია რომ მეორემ არ გადაუსწროს პირველს, რაც ხშირი არის ხოლმე ქართულ кейსებში, რომ ისე უნდათ რომ რაღაც საინტერესო სასაცილო შეიტანონ, რომ ხშირად ავიწყდებათ რომ ჯერ თქვან ყველაფერი რაც საჭირო არის და ჩადონ იქ საინტერესო მომენტები. ამიტომ პირველ რიგში უნდა არ ვიცი თუნდაც ჩამოწეროთ ყველაფერი ის მნიშვნელოვანი, რაც კამპანიაში თუ ამ ნამუშევარში არის. და მე აარჩიოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ გამორიცხულია რომ 2 წუთში ჩაატიოთ ყველაფერი. და თუ გადაწყვეტ რომ ყველაფერს ჩაატიოთ, მაშინ кейსი იქნება ცუდი. ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე დასამახსოვრებელი кейსში. დანარჩენი ყველაფერი აღწერაში. იმიტომ რომ ეს ამასაც გაძლევს ფესტივალი ამის შესაძლებლობას, რომ დეტალურად დაწერო ინფორმაცია. ის რაც кейსში ვერ ჩაატია. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცას გონია რომ ჟური არ კითხულობს ამ აღწერებს, რაც ასე არ არის. აუცილებლად კითხულობენ, განსაკუთრებით ეს ინფორმაცია ხდება გადამწყვეტი, როდესაც მეტალზე არის საუბარი, ანუ ბრინჯაო, ვერცხლი, ოქროზე რო არის განხილვა. შეიძლება кейსმა შორტლისტი მოგაპოვებინოს, მაგრამ შემდეგ უკვე ყველა პატარა ინფორმაციას უყურებენ, კითხულობენ რამოდენიმეჯერ, ყველა დეტალს აკვირდებიან და ეძებენ აი იმ ტექსტში ეძებენ რაღაცა ინფორმაციას, რაც кейსში შეიძლება ვერ ჩაატიეთ. ხო, დამნიშნული რჩევებია ეს. ხო, მე სააგენტოების დასაცავად ვიტყვი ერთ არგუმენტს, რომ რთული რატო არის кейსებზე მუშაობა. кейსზე მუშაობა არის იგივე პროექტზე მუშაობა, ზუსტად როგორც ის კამპანია შექმენი, იმდენი თუ არა, იმასთან მიახლოებული რესურსი ჭირდება ადამიანური, ინტელექტუალური და ასე შემდეგ. ამაში ფულს არავინ არ იხდის. ანუ კამპანიაში თუ კლიენტმა გადაიხადა ფული, მერე кейს ვიდეო არის თავიდან ბოლომდე სააგენტოს გადაწყვეტილებაზე, რომ მოდი ახლა ამ რესურსი გამოვყოთ ამისთვის და როგორც წესი ეგ რესურსი არ არის არასდროს და ბოლო მომენტში ხდება მაგ გადაწყვეტილების მიღება, მაინც გული რო არ გითმეს, რომ მოდი მაინც შევკრათ кейსად და ეს სისწრაფეში არის, ეგ ეტყობა ქართულ кейსებს, რომ ყოველთვის სისწრაფეში არის გაკეთებული და აი დამკვეთების მხარეც რო იაზრებდნენ ფესტივალების და кейსების მნიშვნელობას და მაგ რესურსს საშუალებას აძლევდნენ სააგენტოებს, რომ შვიდად დაახარჯონ თავიანთი დრო кейსების კეთებას და ეს მათ ინტერესშიც არის. ალბათ ეგ იქნებოდა ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება ბრენდის მხარესაც იყოს გათვალისწინებული. ხო, ამას გულისხმობ. კი, ამას გულისხმობ. თავისი მე გაგზავნით რა, ანუ კატეგორიებსაც ხშირად როგორ არის ხო, შეზღუდული გაქვს ბიუჯეტი და ცდილობ გამოიცნო ყველაზე მეტი შანსი სად აქვს და იმ კატეგორიაში აგზავნი. მაშინ როცა არ არის ეგრე ძალიან ბიუჯეტი შეზღუდული, ცოტა უფრო
დიდ სიას აკეთებ კატეგორიების და შანსები გეზრდება. აი სოფოსთან დავსვავ ისევ ეგეთ კითხვა თხოვნა სააგენტოსგან და ზოგადად ინდუსტრიაში მოღვაწე სააგენტოებისგან ძალიან მნიშვნელოვანია გარდა case videos-ი ეხლა თამარმა ახსენა სწორი კატეგორიის შერჩევა. აი რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორი კატეგორია, იმიტომ რომ ხშირად არის რომ რაღაცა თითქოს წაიკითხავ რაღაცა 4-5 კატეგორია შეიძლება მოარგებ რა შენს იმას, მაგრამ აი შეიძლება ეგ იყოს ძალიან გადამწყვეტი რომ რაღაც კონკრეტულ კატეგორიაში რომ გაგეგზავნა, შეიძლება იქ უფრო კარგი შედეგი გეჩვენებინა, ვიდრე იქ სადაც შენ გეგონა რომ სწორად გააგზავნე ამას. ძალიან რთულია ეს თეორიულად კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ ალბათ უბრალოდ ძალიან კარგად უნდა დაფიქრდე რა არის ამ кейსში ყველაზე მნიშვნელოვანი, ყველაზე ისეთი რაც მიიქცევს ყურადღებას, აი მთავარი ის რაც გამოარჩევს სხვა ნამუშევრებისგან ერთი პატარა დეტალი რაში არის ყველაზე ძლიერი აი და მე დავამატებდი თუ თქვათ სამ კატეგორიას უყურებ მაგალითად თავისი ქვე კატეგორიებით და ბოლომდე განსხვავებას ვერ იგებ იმიტომ რომ ხშირად გავს ერთმანეთს წინა წლის იგივე კატეგორიების გამარჯვებულები უნდა დაათვალიერო და ეგ უფრო დაგეხმარება მიხვდე რაზე არის ეგ ქვე კატეგორია ჩვენი მადლობა ამ რჩევებისთვის. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი არის წლევანდელი AdBlacks-ი. რას გეგბავთ? როგორი იქნება წლევანდელი AdBlacks-ი, რითი იქნება განსხვავებული? ეგეც გვაინტერესებს ხალხს მოკლედ ძალიან. წლევანდელი AdBlacks-ი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული AdBlacks-ი არის, რომელიც გაგვეკეთებია. ეს იქნება მე-9 AdBlacks-ი. და რთული არის იმიტომ, რომ ეს ფესტივალი რაღაცნაირად სარკე არის ჩვენი საზოგადოების, კონკრეტულად ჩვენი ინდუსტრიის და მართლა როგორ განწყობაზეც ვართ ყველა, როგორ რაღაც დასუსტებულები ვართ თუ გაძლიერებულები, ეგ ჩანს ხოლმე მე AdBlacks-ზე, რაღაცნაირად ჯამდება წელი AdBlacks-ზე და ეს წელი ისეთი რთული იყო ყველასთვის, რომ ვფიქრობთ, რომ ეგ შეჯამებაც ეგეთი რთული იქნება. ამიტომ შეიძლება ისეთი მხიარული და სუბუქი, როგორც ჩვევია ხოლმე AdBlacks-ის არ გამოვიდეს ეს წელი, თუმცა ეგ არის მოცემულობა და მაგ მოცემულობას მივყვებით ჩვენი მხრივ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ძალიან ხარისხიანი იყოს განსაკუთრებით კონტენტის ნაწილი, რომ ამ ხალხს მივცეთ შთაგონება და თავიანთი საქმის გაგრძელების мотиваცია, იმიტომ რომ გრძნობთ ამას, რომ ეს мотиваცია იკლებს და იკლებს სხვადასხვა მიზეზის გამო. ბევრი ჩვენი კოლეგა ციხეში ზის და რთული არის რომ ამის ფონზე ისეთივე იყოს AdBlacks-ი როგორც წინა წლებში. თუმცა მეორეს მხრივ ამის არ გაკეთება კიდევ უფრო ცუდი არის შესაბამისად თვლით რომ ამ 3 დღის განმავლობაში მაქსიმალურად დავმუხტავთ ამ ადამიანებს დადებითი ადამიანური და პროფესიული მუხტებით ასე ვთქვათ. გვაქვს სიახლეები წელს ისეთი სასიამოვნო მე ვთქვათ პროგრამის ნაწილზე ველაპარაკებ და მე სოფო უფრო კონკურსის ნაწილზე გვაქვს ისეთი კარგი სუყე სიახლე რომელსაც ზუსტად ხვალ დავაანონსებთ უკვე დაანონსებულია უფრო სწორედ როცა ეს გადადება გადის კონცეფციაც სულ მალე წამოგვეწევა, წელს ცოტათი შევფერხდით, მაგრამ ეს კონცეფციაც იქნება ის, რაც აღწერე წეღანიმის გამოძახილი. მაგრამ პროგრამის ნაწილში ყავს ისეთი ჰედლაინერი, რომელიც ალბათ არ ყოლია არასდროს. შეიძლება ყოლია სტეფან ზაგმაისტერი, რომელიც ლეგენდაა და მარსელო სერპა, რომელიც მეორე ლეგენდაა, მაგრამ ფერნანდო მაჩადო არის ლეგენდა, რომელიც თან არის აქტუალური ლეგენდა, ანუ ის ამ წუთებში არის ერთ-ერთი ყველაზე, არ ვიცი, სასურველი მარკეტერი და არის გამორჩეული და განსხვავებული იმ მხრივ, რომ ერთადერთი მარკეტერია, მე მგონი, რომელიც შეიძლება ცოტა სააგენტო გეგონოს, რომ ელაპარაკები, ანუ იმდენად გათავისებული აქვს ორივე მხარე ამ ბიზნესის. ეგეთი ორი ერთში გაერთიანებული მართლა სხვა არავინ არ მახსენდება. და ფერნანდოს მოსმენა ჩვენი აუდიტორიისთვის მგონია რომ იმხელა რაღაცას მოგცემს ყოველს მართლა ერთი სული გვაქვს როდის დადგება ეგ მომენტი რომ ეს კაცი ავა სცენაზე იმიტომ რომ გარდა იმისა რომ ხა უკვე პირადად ვიცნობთ და მისგან
ბევრი რამე მოვისმინეთ, სცენიდანაც მოგვისმენია და ბევრი წაგვიკითხავს მის შესახებ. რასაც ამბობს განსაკუთრებით მარკეტერების გაბედულობაზე, ბრიფის წერაზე, სააგენტოსთან მუშაობაზე, ერთის მხრივ რაღაცა ანბანივით არის, მეორეს მხრივ აი მაგას თუ გავიაზრებთ ორივე მხარეს აგენტები და მარკეტერები, ეგრევე დაალაგდება ყველაფერი და მაგიტო ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ფერნანდოს წლევანდელი კონტრიბუცია იქნება ძალიან დიდი. თან პრეზიდენტი არის ერთ-ერთი ჟიურის და იმ ჟიურიში ვინც მოხვდება იმ ხალხის ცალკე მშურს, იმიტომ რომ აი ძალიან ბევრ ენერგიას გასცემს. არ ენანება არც ერთი წამი. შარშან ამ დროს დავიწყეთ ფერნანდოსთან მოლაპარაკება. ზუსტად შარშან ივლისში. და ეგეთი არჩევანი გქონდა, ან შარშანდელ ედბლექსიზე უნდა ჩამოსულიყო ერთი დღით, ან წლევანდელზე 3 დღით და იმის მიუხედავად რომ შარშან ძალიან გვინდოდა რომ ფერნანდო ჩამოსულიყო, ძალიან საცოდაობა იქნებოდა ერთი დღე მისი ყოლა, ერთი მხრივ ძალიან დიდი ფინანსური ინვესტიცია არის ჩვენთვის ამ ადამიანის ჩამოყვანა და მეორე მხრივ აი იმის მიღმა რომ სცენაზე თქვა 40 წუთის განმავლობაში ექნება გამოსვლა, აი მაგის მერე რა ხდება, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ამ 3 დღის განმავლობაში სულ იქნება იქ და ნებისმიერ ადამიანს შეიძლება რომ მივიდეს, გაიცნოს, დაელაპარაკოს. ხო, ძალიან ბევრს ნიშნავს ეს. და მათ შორის ასევე ჟურის თავმჯდომარეც იქნება იმპაქტ კატეგორიაში და ამ ჟურიში ვინც მოხდება ძალიან გაუმართლებს. კი, ანუ ეს ხშირად სახელი და გვარი ჩვენ ინდუსტრიაში შოუ ბიზნესი არ არის და ბევრს არაფერს არ ამბობს ხოლმე, მაგრამ ყველა ვიცნობთ ფერნანდოს ნამუშევრებს, გვისწავლია მის ნამუშევრებზე და მოკლედ ძალიან დიდი ამბავი არის ჩვენთვის ამ კაცის ჩამოყვანა. თუმცა ფერნანდოს მიღმა უამრავი საინტერესო სპიკერი გვეყოლება. ეხლა ეს სახელებს არ ჩამოვთვლი, რაღაც ფოტოგრაფიიდანაც, ფილმიდანაც და ჩვენი ინდუსტრიიდანაც. ეხლა ხანს დავბრუნდით კანის ფესტივალიდან და იქიდანაც უამრავი კონტაქტი წამოვიღეთ, რომლებიც ბევრი მათგანი წელსვე გადაითარგმნა რაღაც იმდენად კარგად გაიყიდა საქართველოს კანში, ზუსტად ჩვენი შარშანდელი სპიკერების დამსახურებით, რომ ძალიან ბევრი ეგრევე დათანხმდა ჩამოსვლას, თან ჩვენ ძალიან ამბიციურები ვართ ხოლმე მაგალითად ჟიურის რო ვარჩევდით. უბრალო ჟიური კი არ ავარჩიეთ. აი კანში რო ტიტანიუმის ჟიურის წევრი იყო, რაც არის უმაღლესი ჯილდო კანის ფესტივალზე. აი მას დავადეთ ეგრევე ეს გვინდა და ეს ჩამოყავს მოკლედ წელს და სასწაული პროგრამა იქნება. სოფო შემხარეს რა ხდება? ბატონო, რაც შეეხება კონკურსს, აქ ძალიან დიდი და ძალიან სასიხარულო სიახლე გვაქვს. ედბლექსი როგორც იცით, ADC-ის წარმომადგენელი ფესტივალი არის საქართველოში, ან ედბლექსიზე გამარჯვებული შემდეგ ADC-ზე, ხოლო ADC თავის მხრივ One Club-ის წევრი არის. One Club-ი ეს საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც სხვადასხვა ფესტივალებს საერთიანებს. ამერიკული დიახ. მათ შორის One Show მაგალითად და კიდევ ძალიან ბევრი. და ამ წევრობიდან მოგვეცა საშუალება, რომ აგვეღო One Club-ის ენტრიების შემოტანის და ჟურის სამუშაო პორტალი, რომელიც შეგვეძინა დავაზუსტებ. არავინ არ გაჩუქებს. მაგრამ ხო ძალიან ისეთი სერიოზული პლატფორმა არის, სისტემა არის, ის როგორც ნამუშევრების შეტანის მხრივ, ისე შემდეგ ჟურის სამუშაოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ანუ ესეც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლისთვის უფრო მოსახერხებელი სისტემა გვექნება, მაგრამ ყველაზე დიდი benefit-ი მაინც ის არის, რომ ეს სისტემა მოგცემს საშუალებას, რომ ედბლექსის გამარჯვებულები მოხვდნენ One Club-ის რეგიონალურ რეიტინგში. One Club-ს აქვს რეიტინგი, სადაც პირდაპირ გამარჯვებული სააგენტო, გამარჯვებული ბრენდი და ასევე თვითონ შემქმნელები, ინდივიდუალური შემქმნელები, კრეატიული დირექტორები, ართ დირექტორები და ასე შემდეგ მოხვდნენ რეგიონალურ რეიტინგში, რომელიც არის One Club-ის საიტზე. ყველა იმ ნამუშევრს, რომელიც ედბლექსი ისე გაიმარჯვებს, ექნება ეს ახალი პლატფორმა, სადაც გამოჩნდებიან. შემდეგ ედბლექსის გამარჯვების შემდეგ აქვთ, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ისე რომ ADC-ზე მიიღონ მონაწილეობა და თავის მხრივ შემდეგ One Club-ის გლობალურ რენკინგშიც მოხვდნენ. ძალიან მაგარია, ანუ
რეალურად რასაც თქვენ აკეთებთ, ზუსტად ეგ არის, რასაც ინდუსტრიას ანვითარებს ფესტივალის მიღმა, ხო არის რაღაცები, რაც თავისით მოყვება ამ ყველაფერს და ეგ ძალიან სჭირდება ინდუსტრიას და ზოგადად ახლა სააგენტოების გადმოსახე და რეალობაც ეგ არის, რომ აი წლიდან წლამდე ერთადერთი, ასე ვთქვათ, ნათელი წერტილი ამ ადამიანების რო აკეთონ რაღაცა კრეატიული და განსხვავებული არის ის, რომ მე Adblexis-ზე წაიღონ თავიანთი ნამუშევარი და რაღაცა არ ვიყოთ რაღაცა რუტინულ ჯოჯოხეთში მოქცეული, სულ წარმოვიდგინე რომ ფესტივალები არ არსებობდეს, ალბათ რაღაცა საგიჟეთი იქნებოდა ეს ინდუსტრია, სტრესის ბუკეტი ალბათ. მე მინდა რომ უკვე რაღაცა ბოლოსკენ წავიდე ჩვენი საუბრით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ და რასაც Adblexis ქვია და ეს ყოველ წელს მოკლედ უფრო და უფრო მრავალრიცხოვანი და უფრო შთამბეჭდავი რო ხდება. მე ბოლოს რო ვიყავი კითხვა დავსვი რომ ანუ რანაირად უნდა დაეტიოს კიდე 3 და 4 ჯერ მეტი ადამიანი არის ხოლმე, ვისაც უნდა რომ ამ ფესტივალზე იყოს იქ და მე მოკლედ თვალებს ვაკაწავთ ერთმანეთს ბილეთების იმედია წელს მოვასწრებთ ბილეთების შეძენას და მოკლედ ერთი სული გვაქვს სექტემბერი მოვიდეს. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო სტუმრობისთვის. ძალიან მინდოდა რომ მოკლედ თქვენ მოსულიყავით ჩემთან, იმიტომ რომ ერთადერთი ფესტივალი არის რომელზეც ასე ვთქვათ ავდივარ ჯერჯერობით და მოკლედ ძალიან მიყვარს და იმედი მაქვს რომ კიდევ მესტუმრებით და ვისაუბრებთ იმ გამოცდილებებზე უკვე რაც მასში გვექნება და წავიწევით წინ. აუცილებლად შეგვიძლია შევაჯამოთ ფესტივალი სექტემბერში. ფესტივალი შეჯამა იქნება ძალიან საინტერესო. მადლობა მეგობრებო, რომ იყავით ჩვენთან და შევხვდებით შემდეგ ხუთშაბათს დროებით.